ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცა მოხდა, ესე ვთქვათ, ამ კუთხით, რომ ორგანიზება გაუკეთეს, ჩვენმა სახელმწიფომ გაუკეთა ორგანიზება ჩვენი მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნებას და ძალიან მაგარი რაღაცა მოხდა. ესეც აბუჩათ აიგდეს, ესე ვთქვათ, როგორც ყოველთვის ამაზე წარდებიან რა, რაც უფრო კარგ სიკეთე კეთდება ქვეყანაში ხალხისთვის, ხო? ეხლა წარმოვიდგინეთ, ეხლა იქ რომ ყოფილიყავით რომელიმე ჩვენთაგანი, ხო? ნუ რამხელა ის იქნებოდა, რომ ვაიმე თან ოჯახთან ერთად წარმოვიდგინეთ, როგორ წავიდეთ თბილისში, როგორ ჩავიდე, ყბელეთი იქნება თუ რა ვიცი, თვითფრინავი იქნება თუ რაღაც რამხელა ის მოგაშორა სახელმწიფომ, რომ აი ეს ამის ყველაფრის ორგანიზება გააკეთა რა და ეხა პრინციპში მინდა გავუშვე ერთი ვიდეო თავის კომენტარით, აი აკაური განწყობები, აკაცუკური განწყობები მინდა რომ გადმოგცეთ თქვენ აი ამ ყველაფერთან დაკავშირებით, როგორ ნერვებზე არიან მოშლილები და როგორ ეხლა ცეცხლი უნთიათ თავში რა, უბრალოდ თავში უნთიათ პატარა ოლიგარქი იცის და მაგაც თავებში რა. გიჟები რა, მიდი გავუშვით ეს თუ შეიძლება ეს მადლობის მეტი რო არაფერი არ ეთქმის ამ ქალბატონს, მე კომენტარს უწერენ რა. დოხადან წამოვიდა ჯგუფი, წამოვედით მთელი ჯგუფი, სადღაც 171 კაცი ვიყავით, როგორც ვიცი. გზართული იყო 25 საათი ვიყავით გზაში. ჩვენი ელჩი ჩაერთო, ვაკო ავალიანი იყო, ადგილზე მოვიდა, ყველას ესაუბრა, სათითაო ყველა ადამიანს ესაუბრა. ყველა დაამშვიდა, ასე ვთქვათ. ხო და გამოგვაცილეს იქიდან კატარიდან, სანამ საუდის გადმოვიდოდით, გამოგვაცილეს. საუდის არაბეთშიც დაგხვდნენ წარმომადგენლები. ბოლომდე სანამ თვითფრინავში საბოლოოდ არ ჩავსხედით, იქამდე იყვნენ. წარმოვიდგინეთ ახლა, ნუ აი არც ერთმა ქვეყანამ ჩვენს გარდა ამის ორგანიზაცია ვერ გააკეთა თუ არ გააკეთა და ყველას ყავდა იქ მოქალაქეები, ხო? ეს რამხელა რამეს ნიშნავს, რომ შენ მოქალაქეებს ესეთი ზრუნვა, რომ იქიდან ეს ხალხი ესეთი შეშინებული, რა ვიცი, ყველანაირად ამ ომით შეშინებული ხალხი, წარმოვიდგინეთ, რომ დააბრუნო, მოახერხო, რომ ეს ამხელა მენეჯმენტი გააკეთო, ამხელა ორგანიზება გააკეთო ამ ყველაფრის, ყველა საელჩოში, იქაო საელჩოებში და თვითონ ელჩები რეკავდნენ და წარმოვიდგინე, წუხდებოდნენ ამა თუ იმ ქართველის მდგომარეობით და ძალიან დიდი რამე მოხდა და ეხლა წარმოვიდგინეთ, რას წერენ ესენი ქვემოთ რა, ეს აკაცუკები რა. ვის რაში აინტერესებს? აი წარმოვიდგინეთ რა. აი ხო მე სამი სიტყვაა რა, ვის რაში აინტერესებს? შენ თუ არ გაინტერესებს? იმ ხალხს აინტერესებს, ვინც იქ არის და ვინც იქ იყო და ვინც იქიდან ჩამოვიდა რა. შენ ხა ამის მერე შეგიძლია რომ დამაჯერო რომ შენ საერთოდ რამე გაინტერესებს ამ ქვეყანაში სიკეთე? ვინც ამას წერს? ხო არ ვიცი რა და მეორე კიდე ისა რა ქვია კიდე ეს სალომე ღვინიაშვილის და ზურა ხიზანიშვილის არც მე და არც ჩემი მეუღლე არ ვართ მთავრობის წარმომადგენლები. გულწრფელად ვერ გავიგე, რატომ არ გიხარია ის, რაც საქართველოს შეძლო. წერს სალომე ღვინიაშვილი და მოკლედ წარმოვიდგინე, ეხლა რას უწერენ და რა კომენტარს აკეთებენ ეს ანთებულები რა, ტვინით ანთებულები რა. პატარა ოლიგარქი რო ყავს ყველას ტვინში და ცეცხლი რო უკიდია რა. და რა შეძლო შეგონება ჩლუნგო ისეთი რომ ხალხმა ვერ დაინახა და შენისთანა გონება შეზღუდულებმა დაინახეთ მეთოდებით ოქროები რო ხვეტეს და თვითეულ ოჯახს მილიონები ჩაკეცეს ბანკებში აიშენეს 5-სართულიანი ვილები ოჯახის თვითეულ სულზე 2 და 3 ეგ დავინახეთ ჩვენ შერა დაინახეთ თუ მოსახლეობა დააბრუნა ოჯახებში ვალდებული არისო სამაგიეროდ 2.500.000 ემიგრანტი ვართ და 3 მაგდენი მუსლიმი საქართველოს შემოყარაო რა ამას წერს ვინმე ლინა რაგვარი იყო აღარც მახსოვს რა ლინა ანანიაშვილი რა ეს მეტორტე ქალბატონი აი ეს ქალბატონი არის ეს ქალბატონი არის რომელიც უცბად რაღაცომღაც გადაერთო იმაში რომ ისევ ფულზე და აი ამდენი ნაჭამი
ჯერ ასეთი ამ ქალბატონს მინდა მიმართო რა, ზურა ხიზანიშვილი იყო ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ინგლისის ჩემპიონატის მოთამაშე. ძალიან დიდი ხანი რა და ძალიან კარგი შემოსავლებითაც მინდა გითხრათ. რატო ვერ კმაყოფილდები და რატო ხართ გაბოროტებული ამ სხვისი შემოსავლებით გამაგებინეთ რა? რამე წაგართვათ თქვენ ზურა ხიზანიშვილმა? არ ვიცი რა, ესენიც რო ის ჟორჟოლიანის პოსტი ვნახე და ვაკო ავალიანს რო რაღაცეებს უთulis იქ და რაღაცეებს ვაკო ავალიანმა რა თავისი ფეხით მიდიოდა, თავისი ესე ვთქვათ ორგანიზაციით უკეთებდა ამ ყველა ქართლის ორგანიზაციას და ყველანაირ დახმარებას უწევდა რომ საქართველოში დაბრუნებულიყო და ვერ აიტანეთ ეს ამბავი ხო? ცეცხლი გიკიდიათ თავში ხო? ვერ გვიტანთ ხო? ვაიმე როგორ გძირავთ თქვენი საკუთარი სიძულვილი თქვენივე თავში რა და ამას როგორ ვერ ხვდებით რა აი სიძულვილია თქვენ რომ დაგღუპავთ პირველ რიგში რა ერთი რაღაცაზე ხო შეიძლება კარგი რაღაცა თქვა ხო ერთზე რაც კარგი მოხდება მართლა ქვეყანაში რა რომ თუნდაც იმიტომ რომ ამდენი ხალხი ბრუნდება თავის ქვეყანაში ხო როდის თქვა ჯერ კიდე პატრიარქმა რომ ყველა წამოდით ჩამოდით იყავით საქართველოში ისეთი დრო არის დღეს რომ ჩამოდით ყველანი და იყავით საქართველოში არც ამისი არ გჯერავთ არც აი მარ თქვენი გაბოროტებული გაწვეტიანი აზრების გარდა არაფრის არ გჯერავთ რა ზოგს ვაკო ავალიანის შურს და ხელფასუთulis ზოგს ის შურს ზოგს ეგ შურს რა და ოღონდ თვითონ მოაჯდნენ ამ ხელისუფლებას და ამ იმას და ვერე მოვდივარ რა სახრე გადაუჭირო და იმ საქართველოს რომელიც საქართველოს ხელს უშლის დაბრუნებაში რა ეგ არის თქვენი უბედურება რომ თქვენ საცუდავებო ვერასდროს ვერ დაბრუნდებით ხელისუფლებაში რა